ეხლა ვამზადებთ მესხური ტყლაპის, ჭანჭურის ტყლაპის კერძს, რომელსაც ქვია მაიხოში. მაიხოში არის ზაფხულის კერძი და ნიშნავს არომატს. მზადდება ესეც მარტივად, ადგილობრივი ტყავი. პირველ რიგში უნდა მე მგონი დავალბოთ. დავაწვრილოთ ტყლაპი. ტყლაპისგან პირველად ვამზადებ კერძს. ვასხავ წყალს. ნექთულ წყალში ტყლაპი, დიდი ტყლაპი, ჭანჭურის ტყლაპი უნდა დავალბოთ 9 საათით. სანამ ტყლაპი ლბება, მე ამასობაში გავარჩევ ხახვს და ნიორს. რამდენი ხახვი ჭირდება თავი? 2. 2 ხახვი, ნიორი. 1 თავია. 1 თავიც. 1-2 თავი. ხეხავთ ტყლაპს ჩვენ. ხეხავთ ტყლაპს. უფრო მალე რო დამზადდეს. ისე რა საინტერესოა. აკერძებიც მოვამზადეთ. რაც მესხეთში ჩამოვედი, არც ერთი სუნელი არ გავიკეთებია. ეს თავისებური კულინარია. ესე იგი მაიხოშს ზაფხულში ამზადებთ ხოლმე? კი. ხშირად ამზადებთ ხოლმე? ხშირად ვამზადებთ, როცა სამუშაოზე ვარ და მუშაობ და ძალიან დაგვრჩება და პერერივს ვაკეთებ სახლში მოვდივართ. ვაკეთებ ტყლაპის საჭმელს. რათა იყოს მაიხოში საჭმელი და მივირთვათ, გავგრილდეთ. საინტერესოა, ისე მართლაც არომატულია. არომატული საჭმელი. ტყლაპი, ნიორი, ხახვი. ერბო მიდის? კი. ერბოც რა თქმა უნდა. ერბოც ხახვში უნდა მოვშუშოთ. ეს წვრილად დავჭრა, ხო, თორმეტი? კი, დავჭრა წვრილად. ნიორიც? ნიორიც მოვამზადოთ, ხახვიც მოვამზადოთ. ვამატებთ ცოტა ჭანჭურის პავიდლოს. ესე იგი, ტყლაპი, ჭანჭურის ტყლაპი. ნელთბილი წყალი. ფელვერდა. ჭანჭურის ფელვერდა. ანუ პავილო. ცოტა ფქვილი. ცოტა ფქვილი, ნიორი ხარშვისას, ხახვი კიდევ ერბოში შეიწვება. ფქვილიც დაახლოებით, რაცაც ვხედავ, არის დაახლოებით 2 სუფრის კოვზი. ტყლაპის საჭმელი ძალიან გავს ქართლის შიდის შეჭამაც. და საერთოდ ეს ქართული ტრადიციული კერძები, რომელიც ეს კრემსუპები ნამდვილად შესასწავლია. ყველა რეგიონში თავისებური კრემსუპი აქვს. ერბო 2 კოვზი ალბათ. 2 კოვზი. ერბო 2 კოვზი. შემდეგ ვასხავთ ადუღებულ წყალს მე ჩავასხავ და მოურიეთ. და მოურიო ხო რომ მოურიოთ რომ არ მე უკვე ვგრძნობ არომატს, რომელსაც ქვია მაიხოში. ნიორი, ეხლა ჩაყარო? ნიორი ცოტა რომ დაადუღდება, წამოდუღდება, მაშინ ჯერ არ დუღს. ნიორი დაამატე. მარილი არ უნდა ის ტკბილია საჭმელი და მარილი. მაიხოში ტკბილია, მზადდება ჭანჭურის ტყლაპისგან, ხახვი, ნიორი, ცოტა ფქვილი და ყველაზე საინტერესო რაც არის, მარილი არ უნდა. ტყლაპის მაიხოში. ჭანჭურის ტყლაპი 9 კილოგრამი. ჭანჭურის პოვიდლო 2 სუფრის კოვზი. ფქვილი 2 სუფრის კოვზი. ხახვი და ახალი ნიორი 2 თავი. ერბო 2 სუფრის კოვზი. მარილი გემოვნებით.
ამ გემოს არ მოველოდი. გემრიელია. ყლაპისგან პირველად მოამზადე წვნიანი. ნუ სხვათა შორის აქვს ცოტა იმას ფრანგული წითელი ხახვის წვნიანის გემო აქვს, მაგრამ გაცილებით უფრო გემრიელია.